ერთი წამი ჩემი ძმა. ერთი შოთას, რა არის? რა ხდება? საქმე მაქვს შენთან ძმაო. საქმე თუ გაბა, რასთან დაკავშირებით? რასთან დაკავშირებით და შენი აზრი მაინტერესებს, რა გავლენას ახდენს თეატრი ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე. აი შენზე ნამდვილად დიდად ვეღარ მოახდენს გავლენას. დაგვიანებულია ჩემი ძმა. ბაზარი არა. მორჩა? არა. აბა რა ხდება? რა ხდება და მოკლედ გეტყვი რა. აქ ჩემი მაგარი ბრატის მეუღლე თამაშობს თუ დადის თუ რავი როგორ ეძახით რა თქვენ ენაზე. რა ქვია ბოდიში? ანი. ანი შენგელია. ანი. ხო, ანი, მერე? მერე ის რომ ჩემო ძმაო, რაღაცები უნდა გადავალაგოთ რა. და იმ ბიჭსაც უნდა უთხრათ რომ რაღაცა დისტანცია დაიკავოს რა და არ გვინდა ეს ხვეონა, კოცნა და რაღაცები რა. და ამიტომ მოვედი შენთან რომ რაღაც ავტორიტეტს წარმოვადგენ და შეუნა გაარკვიო ყველაფერი და დაალაგო. გასაგებია? აბა ერთი შენი სახელი შემახსენე ჩემი ძმა. ლაშა. ლაშა, თეატრში ნამყოფი ხარ საერთოდ? მე შენ მოდიცი რა კაი რაღაცები ხდება? რა ხდება? რა ხდება ჩემო ძმაო და ამ შენი ძმა მაკაცის ცოლის როლებს რო აკონტროლებს, შენ მოიხედე და შეხედე რა, გაგისწორდება მაგრა. შენ ახლა მეღადავები თუ რა საკითხი? არა, მე არაფერს არ გეღადავები, შენ მეღადავები. ეხლა რა უნდა ავდგე, შევასწორო სცენარი, თავიდან დავნიშნო რეპეტიციები და ეგრე უნდა ქნა. ეგრე უნდა ვქნა? აბა რა უნდა ქნა? მე კი ვიცი რაც უნდა ვქნა, მაგრამ შენ იცი რა უნდა ქნა? რა უნდა ვქნა? აგერ მანქანა მიყენია ცუდად და უნდა გამოვიდე და დამეხმარე რომ ამას არ გაუსვა რა. ბაზარი არა.